ჩვენი შოუ 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 საგამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი განუყრელი ტანდემი ყავს მოწვეული დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად. ხოთ შეეგებოთ ცნობილი სპორტული ჟურნალისტები დიმა ობოლაძე და ნოდარ სიმსივე. მე არ უნდა შემოვდიოდ ეხლა რაც გამიწევს. პირველი მე დამასახელები. პირველი ხო და დიდი მადლობა. აი. ხო, პირველი მე დამასახელები. შემოძმებოდა მეგობრებო, როგორ მიხარია რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ და იცი რა თქვენ ხშირად ხართ ჩემთან სტუმრად. პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით, იმიტომ რომ არაერთხელ უსმენ ხოლმე თქვენს კომენტარს და ბევრი ადამიანი გმასვინძლობთ ოჯახში, იმიტომ რომ მართლა საყვარელი კომენტატორები ხართ. დიდი მადლობა. ტელეიმედიდან ერთი, გარდა ამისა სპორტული არხებიდან და ამას დაემატა YouTube არხი, რომელიც და თქვენი გადაცემა ლაილაი, რომელიც ძალიან ყურებადია და გილოცავთ. გილოცავთ. შეუძლებლობა მშვენიერი დიდი მადლობა და ასევე გილოცავთ 100,000 გამომწერზე ხარ ასული რა, ძალიან დიდი ამბავია და ერთისაც მალე მომილოცავს. დიდი მადლობა. და ასევე გავიხსენებ რომ ჩემთან სპორტულ გადაცემებში სხვადასხვა წლებში ჩემთან ხშირად ხარ ნავყოფი. კი ბატონო, კი, მაშაბა. და მაგ კიდევ ცნობილია ხო ფეხბურთზე ორივე მაბაშვილი ბაღაშვილი ფეხბურთზე სპორტზე ზოგადად რა და ძალიან საინტერესოა ამ ხრივაც. ახალ მადლობა დიდი და ახალი სეზონი დაიწყო და მზად ხართ ახლა სპორტის მსახურებისთვის და ერთმანეთისთვის რაღაცების გაჩალიჩებისთვის რომ მე მოყვეცად. ჩვენ არ გავჩერებულ ვართ. ჩვენ მივდივართ დასვენება არ ქონია. მზად ვართ და იქნებით ყოველთვის მე ყოველთვის ვარ რომ ამას გავუშვო სისხლი ხა ეგ არის ჩემი თავარი ამოცანა და ვიწრო სპეციალიზაცია ხო შედი. ხო და თან ამას ვეუბნები ხოლმე რომ ჩემი ამოსდის ეგ საკითხავია. ყველაფერი კარგად ჩანს იქ რა გამოდის და ჩემი თავარი ამოცანა რომ აგანთო აი ამით ვიწყებ ხოლმე ყოველთვის რა და მე რა ხელი არ მოიტეხო. ისე დიმა ხშირად აკეთებს ხოლმე შენს პაროდიას გარდა იმისა რომ ცდილობს რომ რაღაცა ფორმით გამოგიყვანოს. შენ არ გიცდი ამის პაროდია აგერ გაქვს ამის ასპარეზი. მე ამის პაროდია რო უნდა გავაკეთო ეხლა მე და რო ჩარჩე მე როლში რა გავაკეთო მე არ გამოვა. საკომენტატორო მიკროფონს არ იკეთებდა რომ ამის არ გადამედოს მოეშვი რა. მე ამას რაღაცაზე გამავწარა რა ერთხელ ღამის 5 საათზე საკლუბო ჩემპიონატი მიყავდა. ამერიკაში რო ტარდება. ამერიკაში დილის 5-ზე იყო თამაში. წარმოვიდგინე ჩავედი ამ ხელა გზაზე წავიყვანი და ეს თამაში უკვე თავის თამაში დამთავრებული და წასულია სახში რა. და აი წარმოვიდგინე 6-ის რაღაცა ნუ გამთენი ისას არის დაბრე რაღაც თანახა ხო იცი მან და რა თამაშებენ ძირითა შემადგენლობებს და ისე თამაში. აი კარი რო გავაღე, ყურში უცებ ჩამყვირა რა. იქ დავხვდი. იქ დგარა ბიჭო. დაგელოდა. ეხა მე რეაქცია მქონდა რომ ჯერ გამასწორო თორე შეიძლება მომეკლა რა და წავიდა. ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი. მაგ პერიოდში მითხრეს მე იქ გოგოებმა რომ მოდიოდაო დაждდებოდაო. მართლა არ ველაპარაკებოდი, ოღონდ მართლა. ეს პირველად იყო როგორც ოფიციალურად დაუკრავდი. დღეს ვიყავდი თავს ეხა არ დაელაპარაკო რა ვარია და ესე მარტო იზდაო და თავის და შემაგიროთ ერთმა თავის თავს ელაპარაკებოდა. ეგის არახავი იქნებოდა. არა, ეგეთი ცუდი შეგრძნება არ არსებობს. თან ახლა ერთად ვარ სულ და უცებ მოდის და გამარჯობა, აი ოფიციალურად. თან ახლა თამაშებს რომ მევანაწილებდი და ეს ანაწილებდა, ოღონდ ჩემი ხმით, შენ დაждები ამაზე, შენ დაждები. და თელი კვირა ესე იყო. ადრე კი მოუყევი შენთან. ბიპოლარული კვირა ქონდა მოგრაში. ადრე კი მოუყევი შენთან, ახლა აღარ გავიმეორებ უბრალოდ გენტის თამაშზე რომ მოვატყვე ჩაკვეტაძეა მეთქი ძირითადში არა და ტრავმა ქონდა. კი, ამას რაღაც გადარბენები ქონდა, გადაღებები მოკლედ და მითხრა რომ მიხვალო იქ ნახეო რა შენ რომ მორჩები რეპორტაჟს. არ მოუყოლია ეს პირადად ყვება. არა, მოუყევით წინა იმაში. გადაახია და ხო და მე ვთხარი ის ნახეო რა რომ მიხვალო შემადგენლობა უკვე იქნებაო და წამზე უნდა მოვიდეო რა. შეგეშალა ბიჭო შე. არაფერი შემშლია და მეთქი გაუჩალიჩებ. მოღალატეყოფილი. ჩაკვეტაძე იყო ერთი კვირა ტრავმა, აი როგორც შანსი არ არის ბაზაზე და ბურთს არ უყურებს ისე დღეშია და დიმას მოვატყვი რომ მეთქი ჩაკვე არის მეთქი და ეგ არის რა გეშველა გენტის თამაში. დაჟექი მაგ თამაში. და მეთქი უეჭველია და დაუწერე შემადგენლობა რა თქმა უნდა ჩაკვეტაძე და მოვიდა ეგრევე შევარდა და რეკავს პირველი ტაიმის მერე არ ვიღებ ტელეფონს. წარმოიდგინე გენტის თამაში რატო უნდა წაიყვანო? ხო რატო რა გენტი კონტრაიკი თუ რაღაცა და როცა შენ ხელშია შეგიძლია რეალი წაიყვანო შეგიძლია. ტელეფონი არ ამიღია ზუსტად ვიცოდი რა მოხდება და ორტრიკი გენტი იყო. საშიში ისი რა მითხარი ერთად რომ იყავთ ხოლმე და მართლაც აი ნამდვილი ესეთი შეწყობილი ესე ნამდვილი ტანდემია თქვენი და ერო დამთავრდება თამაში დიდხანს მიყვება ნოდარის მაყურში სის მუდამ
ეხა სკურში მიდგა. ჩვენ ერთხელ ეხა ხო ლაპარაკო, შიგნით კიდე მაქვს ერთი. ერთად წავიყვანეთ გია ერთხელ მახსოვს საქართველოს სუპერთასი, საჩხერის ჩიხურა, ქუთაისის ტორპედო, პეტრო არენაზე. აივანზე ვიჯექით, ხარი გვიბერთ საღეში გვირწყავდა პირდაპირ. აი, ფუცლები ესე გიკეთებს, ხო ხდები. ისეთ საშინელება იყო და დავიწყე და ამან გადმომხედა მიკროფონს დააბარე, ხვირი ხარ თვითონ არ დარბიან, ვერ ხედავ რა სიხევი და გვერდზე კაცი მეშდა, როგორ სიტუაციაა, კაცი მეშდა. ესო მიკეთებს ეს გადა მივიყავს თამაში და რა პაულ გამოდა რა ჩემი შვილიშვილი და იმაზე თქვი რა კარგი რამე ერთიო რა ამან იმაზე რამე თქვიო ხო და ეგ იყო რა მართლა კაცო მე შენთვის დიდი მადლობა მაქვს სათქმელი იმიტომ რომ პროექტი ვინ არის რომ მოვიგე დიდწილად შენი გამოიცოვეთ იმიტომ რომ ნოდარ სიმსიმეს ბაძავდი პირველივე ტური და ჩაოლე თავიდანვე თქვენს ბევრი იძახდა ხო ხო შენ ყველაზე მთავარი და აქ კიდევ შენ არტისტულ ნიჭს უნდა გაუსვა ხაზი რა რომ აი ყველაზე მთავარი რა იცი როგორ გააკეთკი არა სად დაიჭირე და როგორ ჩაოლე ის როგორც კი თქვეს და დაიწყეს ქუჩაში მეკითხებოდნენ ხოლმე რომ აი შენ ხარ არ ხარ ვინ ხარ და აი ამას ხო შენთანაც ეგეთი არა იყო აი ჩვენ არ გიშლით ვეხე არა იცი რა ჩვენ არ ვიტყვით ეხლა ნუ გეშინია ჩვენ არ გავაბაზებთ არა მე თქვი გულწრფელად არ არის თამაშის ხო არა უცებ რომ გარდაისახა მაგაზე ვიძახი ბრავო მაგამ ბავში რომ მეც მაინტერესებდა ვინ არის ვის გავა ეხლა შენ არ დაიწყო ამაზე რაღაცების თქვა კაის კაის ვეღარ იტყვის რომ პირველი არ გამომაცხადა მე ლაილაი რო ვახსენე თქვენივე სტილში მინდა დაგისვათ შეკითხვა აჰო ჩვენ იმიჯი არ გაიფუჭო მიდი წვანე ორთქლი გავა არა სხვა მიმართულებას გულისხმობ თქვენ შორის რომელია უკეთესი კომენტატორი ჰა ეგ ამბარცუმას დაურეკე და ამბარცუმამ რას გიპასუხად ეგ მოვიწვიეთ მაგრამ ეს ნახერაი საიდან მოუარა ანაზე აუ ეგ აქ რო იყოს აქაც იტყოდა დარწმუნებული მათ კიდე მაგარი მარც თქვა მართალია პრინციპში რა ჩაღოგია ყოჩა მარტა მაგას აღარ და მაგავე გადაცემაში უყურე ალბათ შენ და ეგ ძალიან უცნაური კაცია რა აი მართლა სერიოზულად ადგილი არ არის რა თავი მახსოვს მე ჯორიკას ვიცნობ გადასარევად იმიტომ რომ ასევე მეგობრობდა არა მარტო დინამოსთან ივერიასთან და ყველგანის იყო საფეჭამი ადგილი არ არის რომ ტიპი ნამყოფი არ იყოს აი და ისეთ ადგილებში რომ ჩვენ ცხოვრებაში ვერ მოხვდებით ეხა კომენტატორი ჯიხურს და სტადიონს არ გულისხმობ მიშე პლატინისთან ოთახში შევიდა ჩუსტებით ბიჭო თომას ვეკითხები ჟორიკ ეგ მართალია რომ მიშე პლატინისთან ჩუსტებით შეხვედე ამას შეხედა მე რა იყო რო ეს არის გია ტექნიკასთან ძალიან შორს აი ჰაკერია რა აი ჩათვალე ტაქტიკასთან არა ტაქტიკასთან მაგრა ხარ ბაზარი ნახერას ძახი ჰაკერია ეხა გეტყვი რა აი ესე ხო მიდის ჩაწერა და უცებ რომ მომიყონო შეიძლება უცებ აი ესე ხო მიდის ჩაწერა და ხმა გაფუჭდა თქვა და გვანიშნა მე რომ აი თავიდა და ამას გონია ბიჭო რომ საერთოდ ყველაფერი წაიშალა ეხლა თორე არ ყოფილა ბიჭო ეხლა ეგეთი მოიცა ლუკა ბუგა მოიცა ეხლა ეს ყველაფერი აღარ არის თავიდან და მაგის მერე სულ ეკაი ჩვენ ის თავი ჩუქი რომ მიდიოდა რაც კი ქონდა ნამუშევარი მთელი ღამე იშლებოდა არა მაგას მეც მოვეცა ეს ეხლა კლასიკური გაგებით ტელევიზიონში კებს რასაც ეძახიან ეგ ხო არ არის ანუ ეგ პერიოდები არის ის გონგის მაგვირა საწყარი მულტიკა ქვაბის თავს ახურს ურტყავდა ბიჭო მე შენ თუ ასათიანი გადაცემას ამონტაჟებდა ეთერში უნდა ყოფილიყო 20 წუთში დერეფანში გამოვარდა მეტკას ვერ ვადებო ესე ვერ ნიშნავ ამან ჩაუარა და 27 კადრი წაუშალა ბიჭო გადაცემა მაგაზე რას მეუბნები არ უნდა მეშინოდეს მაგის მოდი ერთმანეთზე კითხავთ დიმა შენ რომ არა სპორტი აი ნოდარის როგორ ფიქრობ რა ამპლუა მოუხდებოდა და აი აუ რა უთხარი მე რა შენს იგივე უნდა კითხო თქვი მიდი არა მე ხა ამაზე გავსვამ კარგ პასუხს ზრდილობიას რო ედაო ნოდარი კონდარი და არა უმაღლესი დონის კომიკოსი იქნებოდა რა აი კომენტატორი მაგას რო არ ქონდა მეც ვადასტურებ სერიოზულად პასუხებ ამას და დანარჩენს მე გარეთ რომ ორჩები მე არა მართლა უცხედად ვიძახი აი უცხედად ვამბობ ამას ვისი პაციენტი ხარ რომ რას მეუნები ხო პაციენტ მაგას არ მინდა ეხა ის იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა ახლა შემინდა იგივე კითხო დიმას მე აი
ამდენი ხის მეგობრები ვართ, ხო? აი თავიდან ბოლომდე სპორტის ადამიანები, ხო? თუმცა რომ უამრავი სხვა ინტერესები აქვს, მაგრამ რომ არა სპორტი, საწარმოგვიძენია. შეგიძლია ხუმრობით თქვა. არაფერს ხუმრობით არ ვიტყვი, სერიოზულად. ნუ გეშინი არ ვიტყვი. ეშინია გია დაგინაყავ თავს, არ მეშინი. თუ არ მომეწონა. რომ არა სპორტული კომენტატორი, ჩემი აზრით, აი იქნებოდა ძალიან მაგარი ხმა, აი როგორი ხმა, იცი? ტელევიზიებში ყველაზე კარგი გამხმოვანებელი ფილმებს, რაც მე მიყვარს, გიჟდები ისე მიყვარს ექსპერო და ძალიან მიყვარს და მეც ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცები გავახმოვანო, იქნებოდა ყველაზე მაგარი ხმა, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვამბობ, ხმა იქნებოდა ნებისმიერ ტელევიზიას გაუწევდა კონკურენციას, იმიტომ რომ მისი ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვები, დოკუმენტურები, ყველაფერი ეს იყო რეპორტაჟებზე აღარ ვიძახი რა. აი რა კაი რაღაცები თქვა, ჩემთვის არის შენი მოლოდინი თუ გამართა, შენ სხვა რაღაცებს შენი საყვარელი სფეროა და მაგიტო. მე მეგონა იტყოდი რომ ძალიანაც მომეწონა. ჯორდანი იქნებოდა, ექიმი იქნებოდა. ვისი? ბიჭო აი რისი ექიმი? კბილის. გაიხოს კბილი. ჯადაბაშენი და შანს არ გიტოვებს და მე უკვით რომ რატო ამწარებ და არ ახსნივ. ბიჭო ეხლა YouTube-ის ფორმატში არ გადავიდე ჩვენ. ჩაგესრებენ. არა ეს ავტომატურად YouTube-ზე იდება და ერთს მოვყვები, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი ყავდა უკვე იმეჩი, გადაცემაში. კრიზისული პერიოდია, აი ფინანსური რა და ბიჭო ძალიან საყვარელი კაცია ხა არ ვიტყვი რა, აი ძალიან საყვარელი კაცია და ძალიან იუმორინდეს და ხო და ცოტა აი ისა აქ რა ქვია აი საყვარელად იმერული კილო გაკრავდა რა. მაგაზე კიდე მოვკალია. ეს სერიოზულად ვცდილობ და ეხლა რა ხდება კლუბში სერიოზული სახით აი ეხლა ხდება და აი რა არის გუნდის ამოცანა და რავი აღა ვინცხა საცხა ბიჭო თან მიაყოლა ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს. იქვე გავფუჭი. თან ამას იცი რა აბსურდი ჩვევა. როცა მეცნება მიყურებს და მე არ შემიძლია მე ვერ ჩერდები. აი ამ თვალე აქედა რომ თან ამის წარბები დაჭირდა. ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს გაგეცინება მაგრამ ბიჭო მეტყველების სავარჯიშოსავით მიაყოლა რომ ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს. აი კიდე მამუკა გორგოძის იმას უნდა გაუსვა ხაზი რა პროფესიონალს ყველაფერი ხოზი არა თავის სპორტში და ამბავი არა აი ისა და ამა ეს ჩემთან სულ აგებს სურვილებს რა სულ და იქ ამ სადაც წერთ ამ ვაფში რა იქ დგას ძველი ირლანდიელი ჯარისკაცი აბჯრები და ხმლეები და რკინის რა და ჩაფხუტი მოხსენი იმას და დავახურე ამას აუ რა იპოეგი ეს ხო გაიგუდა ხედა რა გორგოზე ზის და ეხლა თან ცოტა ისე ეჭვით გიყურებს უკვე რა ეხლა თამან თაფხი დაიხურა და ეს და მამუკა 6 ერის აი ეს აქ ჩამოფხატა და უსწრებს და მამუკამ ხო რა ვიცი და ძალიან სერიოზულად გასაპასუხა აქ მე გავფუშტი რომ ისტერიკა დამეწყორო ეხლა მაყურებელი რო უყურებს ეს ამ ჩაფხუტი თავზე და კიდე ამერიკიდან გამომიგზავნეს ისა უკარო ეკრება ხელები გიჟის ისა ამას ჩავა ეთერში ეცვა რა ბედნიერი ბაკალათი იყავი ხო? ო რა 10 წუთი კაი შოდო ხარ სოსისი უყურს მაგრალესავს რა ბიჭო იცი რა ისე აპარაკობს აი სულ მაგაზე ვეცინება ხომ და ბრაზდე აი თვითონ ბროკოლის სუპზეა სულ იმაზეა ხო ყავარო ყავდა სპონსორად არ ვასახელებ რა თქმა უნდა ხო დააჭერდა ხელს და წუბარს დაუსხავდა ყავას ნოდარ დამისხი ყავა რა მესამე კიდე აჭერდა თავისთვის ხო და მესამე რაღაცა მე მისხავდა რაღაცა უბედურებას რაც მორჩებოდა წყალი რაღაცა გადუზღვრე აი სულ მაგას აკეთებდა რა მოგლედ თქვენ არც ერთმანეთთან იწყენ და რაც თავარია თქვენთან არ იწყეს მაყურებელი და სული და გულით გისურვებთ აი ესეთ ინტერესს სიყვარულს მართლა გულწრფელად უამრავ აი 10000-ობით ადამიანი გადავნეთ თვალყურს და წარმატება და წინსვლა ჩვენი სტუმრები იყვნენ ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე აბატონო ხო გამოგახსარე აქ პირველი მადლობა სიმღერის დროა ჩვენ შოუში თქვენთვის მღერის ანა უზნაძე აი და რა გიხდება ლუღიზირეს ხალია აი მოდი და გვერდზე და მამინჯეკდა დავიმშვენე მხარია რა კარგი ხარა რა კარგი შუშა ბარადაშ ქეფარე როცა მოგოდე გენასვადე ზეგვად გადმომეფო აი და რა გიხდება ზოლიანი და ხალათი გულში არასდროს გაივლო ბიჭო ჩემი ღალატი რა კარგი ხარა რა კარგი
შუშებარადან ჩქეფარე როცა მოვკვდე გენაცვალე ძეგლად გადმომეფარე ძინა ჩემი არ დიყავა ახლად არ დიხარ ახლოს აღარ მეკარები და შორ გარები ხარ აბა მითხარ ჩემზე კარგი სხვა რომელია უშენობით არაკატი გამომელია არიცოდი და სიყვარული და რას მეტებოდი ღამობი ჩემს ქუჩაზე და რას დაწვრებოდი აი და მანა აი და მანა აი გადი გენაცვალე შენ გზას ეწიე თუ ოდესე მე მოგენატრო და სტუმრად მეწევი მაინც მითხარ ჩემზე კარგი სხვა რომელია უშენობით სილამაზეს გამომელია არიცოდი და სიყვარული და რას მეტებოდი ღამობი ჩემს ქუჩაზე და რას დაწვრებოდი აი და მანა აი და მანა აი დიდი მადლობა ანა უზნაძეს წარმატებები უსურვოთ მას. ნება მიგოძე წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი ლაგოდეხიდან ნიკა კუბლაშვილი, რომელიც დღეს პირველადაა სტუმრად ჩვენ შოუში. კარგად გესწრაფეთ, მოგზაურობთ. ნიკა მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის და მიხარია რომ მაქვს საშუალება გიმასპინძლო ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს შენ არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩდი სოციალურ ქსელებში და მაშინვე აიტაცა შენი ნამღერი მაყურებელმა ძალიან პოპულარული ხარ TikTok-ზე და რაც მე ორმაგად მახარებს ქართული სიმღერით გახდი პოპულარული და ხალხური სიმღერა ამ შემთხვევაში უპირატესია და მინდა გითხო რა საკიდან მღერი და როგორ დაიწყო შენი პირველი შეხება სიმღერასთან მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ. ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო 6 წლიდან, თუმცა 4 წლიდან მღერი. 6 წლის რომ ვიყავი შევედი საკრავზე, ფანდურზე შევედი. საკრავი მასწავლა ქალბატონ აიამ, რომელიც არის ახლა საზღვარგარეთ. მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. მოვიკითხავ ჩვენ დიდი სიტყვოთი. დიახ. შემდეგ მომიწია სხვა ჯგუფში გადასვლა, იქაც ნაწილობრივ შევისწავლე ფანდური კარგად. ნუ შემდეგ ისე მოხდა რომ მეტი განვითარება ვეღარ მიეცა ჩემს ნიჭს და მომიწია რომ ჩემით მეცა და ეს რაღაცა ანუ სიმღერა ფაქტიურად შენ თვითონ ისწავლე თვითნასწავლი მომღერალი ხარ კი შემდეგ მშობლებმა მომასმენინეს ვისთვის უნდა მიმებაძა დიახ მიმებაძა მომასმენინეს ბატონ ჰამლეტ გონაშვილს რა თქმა უნდა ფოლკლორის მხრივ და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე და დღემდე რა თქმა უნდა მივდე და ვაპირებ გავყვე აუცილებლად მომავალში. ღერი ესტრადას როგორც ფოლკლორს ორივე ძალიან მიყვარს და ახლა დღეს რა სიმღერით წარდგები ჩვენი შოუს მაყურებლის წინაშე? დღეს წარდგები ერთ-ერთი ხალხური სიმღერით თავსრად მარიდებ ქალაო. ხო. თავსრად მარიდებ ქალაო რადარ მაიხდენ ღვინოსა ამას ვინატრებ ლამასო შენს კერძედ დამათინოსა ამას ვინატრებ ლამასო
დამატინოსა ამაღამ შენთან მამყოფა რომ გულმა მაილხინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალსარემლი და ედინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალსარემლი და მედინოსა თავსარად მაიკლავა ქალაო თვალშავი ცარემლი რად მოგდის შენგან მოკლულ საბაშკაცა გულსი ხავარული შენგან მოკლულ საბაშკაცა გულსი ხავარული გადმოსდის თავსარად მარიდება ქალაო დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვოთ ლიგა გუბლაშვილს. მადლობა. ხო, შეეგებოთ ძვირფასო მეგობრებო, ჯგუფი სერენადა. აუმადლობთ მეგობრებო. საღამოშიდობისა ბიჭებო, მადლობა მომბრძანებისთვის. ჩვენ შოუში კი ხართ ნაყოფი, მაგრამ მხოლოდ სიმღერით და ესე საუბრის საშუალება მაშინ არ გქონია და ჯგუფი სერენადა. ხან ამაინტერესებს, ჯგუფ სერენადას ნამდვილი სერენადა გიმღერია თუ არა და საერთოდ ამ სერენადასთან რა გაკავშირებთ მითხარი? კი, არაერთი შემთხვევა გქონია. არაერთ გზის პრაქტიკა გაგვივლია ერთად და სხვათა შორის ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა არ გქონია, წარუმატებლად არ დასრულებულა ეხა არც ერთი. ერთი იყო ლექსო შეგაწყვეტინებ, ერთი დასრულა კრახით. სუფრაზე ვართ, ქართულ სუფრაზე ვართ, ვქეიფობთ და ცოტა შევზარხოვშდი, ცოტა კი არა კარგად ასე რომ ვთქვა და ჩვენ მეგობარს მოკლედ უთხარით რომ დავაძალეთ რომ ერთი გოგო მოსწონდა და წამო სერენადა უმღეროთო სადღაც ღამის 3 საათია. ამანაც კარგიო რა ჯანდაბას წავიდეთ. წავედით დაუნთეთ მოკლედ ცეცხლი გული. ესე გონია რომ გულია და თურმე ნაღლის ბუშტი არის. გულის გარდა ყველაფერი. გულის გარდა ყველაფერი იყო. ყველაფერი იყო და დავიწყეთ სიმღერა. ველოდებით ეს გოგო როდის გადმოიხედება და დარინა. თურმე ბაბუამისის ოთახთან ვდგავართ და გადმოიხედა ბაბუამისმა. გაგიჟდა კაცი ამ შუაღამისას ვინ მღერისო. აი ესეთი ამბავი ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა მარტო. წინაზე რო იყავით ჩემთან, შეასრულეთ სიმღერა ესეთი სახელწოდებით გზაზე ნაზად ჩამიარა თეთრმა ქალმა. დღეს ახალი სიმღერა ხომ მომიტანეთ თუ ისე მოგეწონათ ის ქალი რომ დარჩით იმ გზაზე? როგორი არის დღევანდელი რეპერტუარის ამბავი? თენგის ჩოჩუას და ნუგზარ ერგემილძის პოპურს გიმღერებთ, ყაყაჩო და თოვლი მოდის. კი ბატონო, ანუ თქვენეული ვერსია. სიამოვნებით მოგისმენთ. შენ ბახში ვიგინე ხამით ყვავილებს დარაჯო პირველად შენ გამიღიმე და მერე შენ მაყაყაჩო ხაღაჩო მათ შენი ბაღის გიშრის სამცა მაყაყაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო ხაღაჩო მათ შენი ბაღის გიშრის სამცა მაყაყაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო თვიცა ვარ მიწის დიდებას მარჯვენა გვიჭრის ვაშკაცებს ჩვენ ხლით გავგავთ რისხვას
შენი თვალების კაშკაშზე შენ ყვავილები ახარე ვარდების მოლას ყარაჯობს და გულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის ყაყაჩო შენ ყვავილები ახარე ვარდების მოლას ყარაჯობს და გულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის ყაყაჩო თოვლი მოდის არემარე ფანტელები დიქარგება ზე ამოდის თოვლი დნება შენი ნახვა მენადრება სიყვარული თოვლივით რომ მალეთდება მენანება მენანება სიყვარული თოვლივით რომ მალეთდება მენანება მენანება მერე ისე თოვლი მოდის ჩურჩულებს და ზღაპრებს ხება დასრულებს ცისფერ ზღაპარს დაცემლება და იღვრება სიყვარული თოვლივით რომ მალეთდება მენანება მენანება სიყვარული თოვლივით რომ მალეთდება მენანება მენანება შენ ყვავილები ახარე ვარდების მოლას ყარაჯობს და გულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის ყაყაჩო შენ ყვავილები ახარე ვარდების მოლას ყარაჯობს და გულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის ყაყაჩო მაგ შენი ბაღის ყაყაჩო მაგ შენი ბაღის ყაყაჩო დიდი მადლობა ჯგუფს სერენა და წარმატება ვუსურვოთ აი ამ ნიჭიერ ვიდეოს. ჩვენი დიდი შემოქმედებითი გუნდის წევრები, ვარსკვლავური დუეტი, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. ომდადი გენაცვალეთ. საღამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ხალხო. მოგესალმებით. სული და გულით გელოდებოდი, იმიტომ დიდი პაუზა გქონდა ჩვენ ობიექტური მიზეზების გამო და ჩემო ოთო იცი რომ ჩვენი უსაყვარლესი ჯულიანა სტუმრობა ჩვენთვის არის ყოველთვის გამორჩეულად სასიხარულო და მართლაც ესეთი ნამდვილი ზეიმია ხოლმე, როცა თქვენ შემოანათებთ სტუდიაში და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ერთი განსაკუთრებულად სასიხარულო მიზეზი და ერთი სული მაქვს რომ ვამსრო ჩვენი შოუს მაყურებელ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი უნიჭიერესი და მრავალმხრივი კაცი ოთო ფოლადაშვილი გახდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში და აი ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა მინდა რომ მოგვიბოცოთ მთელი ჩვენი გუნდის სახელი შემოძნაო. ვიქარი როგორ მოხდით ყველაფერი აკავდა. პირველ რიგში ჩვენთვისაც რა ვიცი ყოველთვის სასიხარულოა ხოლმე თქვენთან გადაცემაში სტუმრობა და კი ნამდვილად ისეთი აღსანიშნავი ფაქტია გავხდი ოფიციალურად უკვე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და მეც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რთული გზა გავიარეთ. მეც ვიღებ ამ მომწონს. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, ორი აზრი არ არის. რო განმარტოთ ფართო საზოგადოებისთვის, მე კი ვიცი, სხვებზე უფრო მეტად, მაგრამ ჩემსაც საინტერესო იქნება დეტალები. ეს რა მნიშვნელობის ამბავია და რა გზა გაიარეთ ამ ეტაპამდე? პირველ რიგში ჩვენ ვიყავით და ძალიან წარმატებულად ვასპარეზობდით როგორც სპორტსმენები და როგორც წყვილი და ათლეტები, მაგრამ როგორც კი დავამთავრე სპორტული კარიერა, გადავედი სამსაჯო მიმართულების საკითხში და ჯერ იყო საქართველოში მსაჯობდი, იქ იყო პირველი კატეგორია, მეორე, მესამე ბოლოს ეროვნული კატეგორიის მსაჯი ვიყავი და ანუ საქართველოში უკვე ყველაზე მაღალი რანგის მსაჯი ვიყავი, რის შემდეგაც მომეცა საშუალება რომ უკვე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობაზე ჩამებარებინა და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო აქვე ჩვენი ფედერაციის საქართველოს სპორტ ცეკვების ეროვნული ფედერაციის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რადგან რაღაცა ჩემს ამ ყოველ წამოწყებას ძალიან გულშემატკივრობენ და მათაც დიდი სურვილი ჰქონდათ რომ საქართველოს კიდე შემატყოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ჩავედი გერმანიაში, შტუტგარტში, ორი გამოცდა ჩავაბარე იქ.
შემდეგ უნდა დავსწრებოდი ორ საერთაშორისო კონგრესს სოფლიო მასშტაბით და დავესწარი. შემდეგ გაიხსნა კიდე ორი ფანჯარა უკვე ტექნიკური გამოცდების და ორი გამოცდა მქონდა ტექნიკური გამოცდები რომ ჩამებარებინა და საქართველოში ჩატარდა სოფლიო ჩემპიონატი სოლო გოგონებს შორის. სადაც ჩამოსული იყო სოფლიო ფედერაციიდან ესპანელი თავარი მსაჯი. ამ თავარ მსაჯს ჰქონდა უფლება რომ ჩაებარებინა ეს გამოცდები, იმიტომ რომ სხვა ლიცენზია კიდე ყველას არ აქვს უფლება რომ ჩაიბაროს სამსაჯო გამოცდები და ორი ტექნიკური გამოცდა უკვე ჩავაბარე ამ ესპანეთის წარმომადგენელთან, თავარ მსაჯთან, ვისხედით პირისპირ, ორი ადამიანი ლაივში იყო კიდე ჩართული, იწერებოდა სრული გამოცდა და მერე ეს ჩანაწერი იგზავნებოდა სოფლიო ფედერაციაში, კომისიას გადიოდა და იქიდან მოდიოდა საბოლოო დასტური. და ეს გამოცდების წარმატებით ჩავაბარე და ოფიციალურად მოვიდა საბოლოო დასტური და გავხდი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ძალიან მიხარია. რა ბატონო! ამ ყველა პერიპეტიების მერე რომ მოიპოვებ, სულ სხვა გემოვალ. გული მოდი შენ მომიყევი რა, როგორი იყო ოთოს მდგომარეობა და შენი თვალით როგორ მიდიოდა ეს პროცესი? ჩემი თვალით დანახული ეს პერიოდი, მე ზოგადად ხმამაღლა ვამბობ, რომ ოთო არის ძალიან ნიჭიერი და მხოლოდ ერთეულებს შეუძლია რომ ამ გამოცდას გაუმკლავდნენ და აი ესე გაიარონ ბოლომდე, იმიტომ რომ ურთულესი გამოცდა იყო. იმიტომ რომ მე ოთო როცა მეცადინეობდა ესე პარალელურად გვერდიდან ვუყურებდი და მთელი გულით და სულით მაგის გვერდით ვიყავი, მაგრამ ვადასტურებ რომ ურთულესია და ყოჩახ ეს საამაყო ამბავია არა მხოლოდ ოთოსთვის არის, არამედ ჩვენი სტუდიისთვის, თითოეული ბავშვისთვის და მთელი საქართველოსთვის. მართლაც ახლა გეგმებზე მინდა კითხოთ. სანამ აქვე დავაანონსებ, სანამ ცეცხლი და ტრიალდება თქვენი, ასე ვთქვათ, მოსვლით, იმიტომ რომ არასოდეს ეკვის გარეშე არ ტოვებთ ხოლმე ჩვენ სტუდიაზე, რომ ვიცი რომ დღესაც გავახარებთ. ბოლო პერიოდია უკვე გადავერთეთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე და მათ შედეგებზე ვართ ორიენტირებული. საზღვარგარეთ გვაქვს გეგმები, რომ ჩვენი სტუდია და ჩვენი მოსწავლეები ხშირად ვატაროთ შეჯიბრებებზე, რადგან რამდენჯერაც გავედით თასის გარეშე არ დავბრუნებულ ვართ. აი ეს ამბავი მინდოდა რომ მე თქვა, იმიტომ რომ ბარსელონას თქვენი კლუბი არ მოგვიყოლია და მოდი ეს ისე. არც ისე დიდი ხანია რაც გამოგზავნით თქვენ ბარსელონადან. კი და რაღაცა ესე ყოველ ჩვენს გასვლაზე თასები მედლები თითქოს თამდევი ამბავია და ძალიან მიხარია ჩვენი მოსწავლეების წარმატება, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან დიდ შრომას ვწევთ ამაში და ეხლა უკვე მეც როგორც ოფიციალურად მსაჯი საზღვარგარეთ მაქვს შესაძლებლობა რომ ვიმსაჯო და შესაბამისად უფრო ხშირადაც მოვუწევთ ჩვენ სტუდიის ბავშვებს გასვლა და დარწმუნებული ვარ დიდ სცენებს დაიპყრობენ და უფრო კარგი ტიტულები შეემატება ჩვენ სტუდიას. გენიალური ამბავია. წარმატებებით თქვენ და თქვენს მოსწავლეებს დღეს რაც ეკო მოგიმზადეთ. დღეს მოგიმზადეთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ვალსი, ჩვენ რამდენიმე ხნის უკან გვაქვს ნაცეკვი ეს ცეკვა და ძალიან მოიწონა და შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა და ვიფიქრეთ რომ კიდევ ერთხელ შევახსენებდით თავს ამ ვალსით და დარწმუნებული ვარ დღესაც დიდი შთაბეჭდილება იქნება მაყურებლის მხრიდან. ხო. À vous amour, à vos amis, parlez-leur de cette fille aux yeux noirs et de son rêve fou. Moi ce que je veux, c'est écrire des histoires qui arrivent jusqu'à vous. C'est tout. Voilà, 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 voilà qui je suis. Mais voilà mes messieurs, mes années chapeaux. Oui, mais voilà tout le bruit et tout le silence. Voilà, 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 voilà qui je suis. Mais voilà mes messieurs, mes années je cours, oui. Mais voilà tout le bruit et tout le silence.
უღრმესი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს სტუმრებს ოთო ფოლადაშვილს და ჯულიანა ვაგნარს. ეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოდ გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.